მიცევდა ჩემი სახელი ქარო შენ ჯერ ბავშვი ხარ და მე შინია არ შემიყვარო ქარო მე მეშინია არ მოიხიბლო ამ დამსხრეული ფრთები ამაზე წილით ჩემი ცხოვრებით გზნებით უხილით ხალხი რომ ამოდის ზემოთ ყველა სჭირდება დასვენება ამ ხელაგზის მერე და ამიტომ გადავწყვიტე რომ მეთქი მოდი თუ არავინ არ აკეთებს მოდი მე მაინც ვიზავ თქო რა და თან თავიდან ცოტა ისეთი მომენტი იყო რომ გოგო მარტო მთაში ცოტა ჩემი მშობლებისთვისაც რაღაც ისეთი რთული მომენტი იყო მაგრამ მამა ჩემი დამიდგა ძალიან გვერდში ძალიან ესე თქვა მხარი დამიჭირა და მითხრა რომ მიდი და მოყვები წარმოიდგინე გარშემო ჩემს გარდა არავინ არ არის ძალიან მკაცრი აქ ბუნება თუნდაც რაღაც დაახლოებით 4 დღის წინ აქ თოვლი მქონდა გარშემო სუთოვლიანი იყო მთები აქ მქონდა საშინელი სეტყვა მთელი დღის განმავლობაში მაგრამ ნუ საშინელს ვამბობ ალბათ ხალხის მაგრამ ჩემს არის ეს ყველაფერი ბუნების სიყვარული ალბათ შიშის გრძნობა რაც შეეხება არ მაქვს საერთოდ არ მაქვს შიშის გრძნობა პირიქით თუნდაც ადგილობრივი მძღოლები ჩვენი ბიჭები არ ვიცი როდის მე მაგათი პატივისცემიდან ამოვა მადლობას თუ გადავუხდი რამით არ ვიცი იმდენად მიდგანან გვერდში და ყოველთვის აი ვინც მოვა დაჯი რამე ხომ არ გჭირდება შენ მარტო გითხარი არც ინტერნეტი არც ტელეფონი არ მუშაობს არაფერი საერთოდ აქ მჭირდება ქვემოთ აი გზისკენ ჩასვლა რაღაც აქედან 150-200 მეტრი იქნება ჩემებს რომ დაურეკო რომ დე კარგად ვარ და არ ინერვიულო დანარჩენზე ამოვდივარ მაქვს ჩემი პატარა ციგნები იმას ვკითხულობ ჩემ ძაღლთან ერთად ხანდახან ვუკრავ გიტარაზე ხანდახან მუსიკას უსმენ ძალიან დიდ ბევრი დრო მაქვს ფიქრისთვის ოაქ რაგინდა რაგინდა ქარო არ შემიყვარო ძალიან ბევრი რაღაც აღმოვაჩინე ჩემ თავში, რაც აქამდე არ ვიცოდი და ვფიქრობ, რომ უკვე ვიცი, რაც მინდა. მინდა რომ ვიმოგზავრო ძალიან ბევრი, მინდა რომ შევიცნო ძალიან ბევრი და მივხვდი, რომ ძალიან პატარები ვართ ამ ქვეყანაზე და მინდა რომ ვნახო, რაც შეიძლება მეტი, მაგის ვიშრომობ მე. მინდა რომ წავიდე და ვიმოგზავრო და ისევ დაბრუნდე ჩემ ქვეყანაში, ისევ წავიდე და ისევ დაბრუნდე. აი ეს მინდა. ალბათ ცოტა გამბედავიც უნდა იყო, იმიტომ რომ თავიდან რომ დავიწყე მეძახდნენ ძალიან ბევრი გიშს, მაგრამ იმდენად ბედნიერი დღეები მქონდა, იმდენად სიამოვნებას ვიღებდი თითოეული წუთი და წამით, რომ არც ერთ წამი არ გამჭირებდა. ვფიქრობ, რომ წლების მერე ეცო. ჩემ თავში, ასე ვთქვათ, იმას ვიპოვი, რომ აი ყოჩაღ დაჯი, კარგია რომ დაიწყე, იმიტომ რომ ვიღაცას უნდა დაეწყო და ეს ვიღაცა საბოლოოდ მე აღმოჩნდა. ჩემ პატარა კაფეს გვინდა ღრუბლებს ზემოთ, იმიტომ რომ დილით რო გამოდიხარ წვიმის მერე, რომ გადაიხედები გარშემო, სულ ღრუბელია და ზემოთ ხარ ღრუბლების ზემოთ. ძალიან მაგარია. თქვენ არის ეს რა არის? სასწაული. Who is your driver? დელოდები რო ხაჭაპუ ფოტო რო გუცხელო. ფოტო რო გუცხელ დელოდები. ყოველთვის ვაკეთებ ადამიანებისთვის იმას, რასაც ვისურვებდი რომ ჩემთვის გააკეთონ. რა თქმა უნდა არის მნიშვნელოვანი არის ფინანსები, მაგრამ ფინანსები ყველაფერი არ არის, ადამიანობა ჩემთვის ყველაფერი. თუნდაც ის ძალიან ბევრი ისეთი სტუმარი მყოლია, თუნდაც უცხოელი, აქ ყველა მოდის ისეთი, ვისაც თანხები აქვს, ხო? ბევრჯერ ისეც ყოფილა, რომ რაღაცა ან ბარათზე ქონდა თანხა, იმიტომ რომ აქ ფიზიკურად ბარათიდან ვერ გადმომირიცხავ, იმიტომ რომ არ არის არანაირი კომუნიკაცია აქ. უთქვია რომ აიცი რა ბარათზე ქართველები არ ყოფილან, უცხოელები, ქართველებიც ნებისმიერი არც მაგათი ფული მინდა მაგ დროს არაფერი, უბრალოდ მინდა რომ ასიამონ ადამიანს და იმ ადამიანმა იმ წამს ის ბედნიერება იგრძნოს. ძალიან ბევრი გაკვირვებული ყოფილა. ძალიან ბევრს ვფიქრე, რატო აკეთებ ამას, ან რატო არა. მე ვისურვებდი რომ სადმე რო წავიდე, ესე დამხვდეს ვიღაც თუ თანხა არ მიქნება. ის 2 ლარი და 5 ლარი მე არც არ მიწვედავს აქ. ადამიანობაა ჩემთვის პირველი. პატარა რო ვიყავი, სულ იმას ვფიქრობდი, რომ აუ ნეტა მანახა რამდენი ადამიანი მოდის თუშეთში, სულ ოცნებობდი, რომ აი ნეტა რამდენი სტუმრობს და სად მიდიან, როგორ მიდიან. ჩვაქ ვერავინ ვერ მცდება მე. ჩემს იქით გზა არ აქვს, აქ ვდგევარ მე. ჩემს მესაზღვრე, მაგრამ ისა ჩავიწერო ხოლმე რამდენი ადამიანი და ჩემ თუშეთ არის ჩემ ბალღობაი. ჩემ გატარებულ ბალღობაი, სასწაული იყო ხალხო, აი ბევრ შემხედრი ჩემან უფროს თაობის ხალხი თქვამავ რომ დაჯი შენ ბალღობას ერქვა ბალღობაიო. ბალღობითა ძალიან მიყვართ ცხენები. აი გიждდებოდით პირველა 3 წლისა ვიყავ მამამ რო ცხენზე დამსვო. მაგის მე პირველა 5 წლისა ვიყავ რომ ორ ფეხზე დავაყენ ცხენი, იმის მე აი გიჟივით, აი ვაფრენ ცხენებზე ზოგადად ცხოველებზე ჭკვა მეკეტებ. ხო
ჩემ თუშეთ არის ბუნება, ცხოველები, ცხენები და რა ვიცი, აი არ ვიცი, ყველაფერი, არ ვიცი, ძალიან მიყვარს. ძალიან მაგარი. Where did you have been? Omelo and Dartlow. Only? Well, we hiked there. Oh, okay. You see Quavlo and Dano and all villages up there? Yes, it's beautiful. It's beautiful, yeah? Yeah. Oh, perfect. მიხარია რომ მოწონთ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს საქავრობა და უნდა მოწონდეთ, იმიტომ რომ სასწაულია. მართლა სასწაულია და ჯერ კიდევ გვაქვს ის შემორჩენილი ის ძველი ადაწესები და რაღაცეები, რაც ამათ ძალიან ხიბლავთ და ვფიქრობ რომ ეს არ უნდა დავკარგოთ ჩვენ. აი არ ვიცი რა ვთქვა. ძალიან მაგარი. ეხლა ცოდვარდი ის რაღაცა.